მოგესალმებით. ვიწყებთ ჩვენი პოდკასტის მორიგ გამოშვებას. დღეს ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი ნატა კირვალიძე. თვითონ წარმოიდგინე. ხო, წარმოგვიდგინე ნატა. მოგესალმებით. გარემოს დამცველად წარმოგიდგებით, თუმცა ეს არ არის ჩემი პროფესია, ინგლისური მაქვს დამთავრებული და თარჯიმნობა და მთარგმნელობა დღემდე ვაგრძელებ, მაგრამ ამან მიმიყვანა მწვანეებში თავის დროზე 90-იანებში და მწვანეებში როგორც პარტიაში თუ ჯერ არ იყო პარტია, იყო რუსთაველის საზოგადოებასთან იყო ჯგუფი, ზურაჟვანია და აი მაშინ მივედი და პირველ ყრილობაზე გამიშვეს როგორც მთარგმნელი, თარჯიმანი, სინქრონული მთარგმნის. და იმის მერე ესე იგი ფეხი ვეღარ გამოვადგი იქიდან და სფეროდანაც ალბათ, იმიტომ რომ ის გახდა მანამდეც იყო ჩემი ცხოვრების სტილი ალბათ მწვანეობა, მაგრამ იმის მერე უკვე რაღაცა პროფესიათაც გავიხადე. მწვანეობა, გაგვიშიფრე ხა მწვანეობა, ხო, ანუ ეკოლოგიის დამცველი თუ მწვანეობა რა არის? ხო, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში უძერ ის არის რომ მხოლოდ პოლიტიკური მიმართულება პარტია თუ რაღაცა და ასე რომ არ არის უნდა აღვიხსნათ. ხო, თავიდან ჩვენთან ხო ის თვითონ ეს იურიდიული ფორმები სხვადასხვა იყო, ხო, საზოგადოება პოლიტიკური მოძრაობა იყო თავიდან, როცა დაფუძნდა მწვანეები და არჩევნებშიც იღებდნენ მონაწილეობას რაღაცა და პარტია მერე შეიქმნა და ეს ეხა რო NGO და არასამთავრობო, ისიც მერე გაიყვნენ და რაღაცა ის გააკეთდა, მაგრამ მაშინ იყო ის, რომ იყო არსებობდა ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ბრუნავდა გარემოზე და უნდათ რომ რაღაცა უკეთესი ყოფილიყო ჩვენ ქვეყანაში მაგ მხრივ. ხო და აი ამითი იყო გაერთიანებული ეს ხალხი და მე უკვე ფორმები ვიღაცებმა სხვადასხვა არის. ნუ რამე აი მაგ მხრივ ეკოლოგიის მხრივ ჩვენ ან თქვენ მიაღწიეთ რამე ისეთ სერიოზულ შედეგებს რომ გარდა იმისა რომ შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციები და ინსტიტუციონალიზაციები რომ მოხდა მთლიანად. მოდერნ რამის გეტყვი. და რეალურად რა იმის მიაღწიეთ? ესე იგი ორი ისა დიდი გამარჯვება რომელიც მწვანეებმა მოიპოვეს დასაწყისშივე აი მაგ ალბათ მაგ იდეის გარშემოც მოხდა დაჯგუფება ამ ხალხის და ისა. ერთი იყო აი ეს საავტომობილო გზა და გვირავი კობის მხარეს, რომელიც გაჩერდა და მეორე იყო ხუდონხესი. ხუდონხესი. რომელიც თქვენ გამოგაჩერდა მართლა რეალურად? იცი რა, ამაზე არსებობს სხვადასხვა ვერსიები, რომ ეხლა უკვე იყო 90 წელი იყო, ერთი წლის მერე მოხდა პუჩი. და ცოტა წყალი ქონდა შეყენებული სისტემას, მაგრამ ნუ მწვანეებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს მაგაში. იქ შეიძლება მანამდე დასრულებულიყო კიდეც ისა. ალბათ და მე უკვე თავისთავად მაშინ ხო დაფინანსება მოდიოდა მოსკოვიდან და ცენტრიდან. და მე ეს დაფინანსება რო დაიშალა საბჭოთა კავშირი, მე ვეღარ გაკაჩა ამ პროექტმა საერთოდ და მოხდა. მაგრამ კიდე ერთი საინტერესო ის ჩემი იმიდან გამოცდილებიდან რა იყო, იცი? აი მწვანეების შექმნის პერიოდში ეს იყო, აი როგორც ვთქვი, ხო საბჭოთა კავშირი იყო ჯერ კიდე, ნუ უკვე სულ ზღაპავდა, მაგრამ ისა ჯერ კიდე იყო ეს სისტემა მუშაობდა. ბევრად უფრო იმედიანი და შედეგიანი იყო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, ვიდრე შემდეგ როცა მწვანეები დადგნენ იმ ფაქტის წინაშე ფულს უნდა ებრძოლო. როგორ ფულს უნდა ებრძოლო? ხო. აი როცა ეს ბიზნესი, ხო. და აი წარმოიდგინე, ნუ როცა საბჭოთა სისტემაზე ლაპარაკობ და იმას მოუგებ და მე უკვე რაღაც თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში ფულს და ბიზნესს ვეღარ აჯობებ და ის დაგაფუძმაცებს რაღაცას და მაინც თავისას გააკეთებს ხო და აი ეს ნუ რაღაც საინტერესო მე მგონი ეს არის ცოტა ისეთი გამოგივიდეთ რაღაცა თითქოს თითქოს სისტემას უფრო მოუგეთ ვიდრე კერძო ინტერესებს. ეგრე გამოვიდა. შენ თავიდანვე ერთხელ ჩემთან საუბარში აღნიშნე რომ 77-ში შედგა რაღაც სერიოზული კონფერენცია საქართველოში და ეს აღნიშნე რომ იმდენად მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო საერთოდ რომ ესეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია მერე საქართველოში არ შემდგარა და
ეს იყო საერთაშორისო უზარმაზარო მსოფლიო მნიშვნელობის გარემოსდაცვითი განათლების შესახებ კონფერენცია, რომელიც დღემდე არსებობს ის დეკლარაცია, რომელიც თბილისში მიიღებს და ქვია თბილისის დეკლარაცია, რომელიც დღემდე არ კარგავს თავის აქტუალობას და რითი არის კიდე საინტერესო, რომ ჯერ კიდე მაშინ მოხდა გარემოსდაცვის და განათლებაში რომ უნდა იყოს ეს და უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან და მერე კარგა ხნის მერე ალბათ 25 წლის მერე, ხო, რაღაც 2005-ში მგონი, აი შემდეგი ეტაპი იყო, რომ ლონდონში ჩატარდა მსგავსი კონფერენცია და აი მაშინ რომ დავდიოდით აქ მეორე სამინისტროში მივედით ერთში და მეორეში, ხო, ცოტა ძნელი იყო, აი ძალიან ბევრი ახსნა დაგჭირდა, რომ რატო მაშინ, ხო, გასაჭირო განათლება, ხო, მე ვიყავი მაშინ რეკის დირექტორი, ანუ ეს იყო რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი კავკასიისთვის. და უკვე აი ძალიან ბევრი რაღაცები ხდებოდა ამ მხრივ ევროკავშირი იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ ცენტრის კავკასიის მასშტაბში და ხო და აი მაშინ რომ მოხდა ამის დაკავშირება და მაშინაც კი ეს ცოტა ის დაგჭირდა რა რომ რაღაცა აი რატო როგორ რაღაცა და მე კი კარგი შედეგები თითქოს მოყვა მაგრამ მაინც აი ესეთი პროგრესული ის მოხდა კონფერენცია 67 წელს. ყველა მიცის ეს თბილისში. ეხლა ჩვენ რა სერიოზული ეხლა მე თუ შემიშალა მითხარით რომ აი 90-იან წლებში უგაზობა, დენობა და ნუ აი შავმილ პერიოდში მოხდა სერიოზული გაუმჯობესება ეკოლოგიური სიტუაციის საქართველოში. ეს რეალობაა. ჩემი დაკვირვებით, იმიტომ რომ გაჩნდა გაცილებით მეტი ფრინველი ცხოველები რაღაც აქეთ-იქით იმის გამო რომ არ იყო სასუქი, არ იყო მონადირე, იმიტომ რომ ნაკლები გამონაბოლქვი იყო. ნაკლები და ხო, ნუ მრეწველობა არ მუშაობდა და ამით გამოიწვია ეს არის ადმე გამოკვლეული. არ არის გამოკვლეული, მაგრამ არის ეგ მოსაზრება, ნუ რაღაცა ციფრებს დაყრდნობით. მოლაღური ვნახე ჩემ ეზოში გაცურვით. ესე თელავი იყო ანსხოვებ მოლაღურს. მოლაღური არის ძალიან ლამაზი, ესე იგი, ყვითელი ფერის საკმაოდ დიდი რა, ეს ტრენდის ხელა და ცოტა პატარა ფრინველია და კი, ნამდვილად იყო და თელავი იყო მე მგონი ევროპაში ყველაზე უფრო სუფთა ქალაქი მაშინ, იმიტომ რომ მას წარმოება არ იყო, მანქანები პრაქტიკულად არ იყო და აი რაღაც ეს მონაცემები არსებობს ეს მონაცემები. ეხლა რა ტენდენციებია? მაგრამ მე უკვე დაიწყო რა იცი, ეს თუნდაც ის რომ დიდი მრეწველობები არ იყო. აი ეს პატარა მრეწველობები ძალიან ცუდი ფორმით ვითარდებოდა. ანუ ეს ფილტრების უგულებელყოფა, ფილტრები ძვირია და არ უნდათ დაყენება პირდაპირ მდინარეში გაშვება დამიძურებული წყლების და რაღაცები და აი ამან უკვე ძალიან ცუდი გავლენა დაიწყო მდინარეებზე, ჰაერზეც ყველაფერი და შემდეგ კიდე აი უკვე მერე ვარდების რევოლუციის მერე იყო აი ეს ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაზე იყო ძალიან დიდი აქცენტი და გარემოსდაცვითი ნებართვები კატასტროფულად შემცირდა ბიზნესისთვის, იმისთვის რომ ბიზნესისთვის შეეწყოთ ხელი ბევრიდან, ანუ აღარ მახსოვს ზუსტად რა 7-მდე ჩამოვიდა. ანუ ათეულობით შეამცირეს მინიმალური გახადეს რომ ბიზნესი მოთხოვნები ხო რომ აი ეს უნდა დააკმაყოფილო რომ რაღაცა აწარმოო და ამანაც ძალიან ცუდი უარყოფითი გავლენა მე მაგ ისეთი ცოტა უფრო ფართო კითხვა რაც გამიგია და მაგიტო მაგდო კითხულობ ვიცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული ეკოლოგიურ მოძრაობაში მთელ მსოფლიოში მაგრამ არსებობს კიდე მეორე მოდა ისინი ამბობენ რომ ადამიანი ნელ-ნელა უყავს დედამიწას თავისი ტექნოლოგიური ზეგავლენით მაგრამ ამავე დროს არსებობს მეორე მოსაზრება რომ ეს ტექნოლოგიური დაწოლა კი არ უყავს დედამიწას არამედ თვითონ დედამიწას აქვს თავისი ასე ვთქვათ პერიოდი რა ანუ თავისი პერიოდი და ის მერე მაინც მოახდენს რაღაცებს აღდგენას. იმიტომ რომ დაუშვათ რაც კი ამოიღეს ნავთი რაღაცებიდან და რომ ითვლებოდა რომ დაუშვათ არაბეთში ნავთი რომ ამოიღეს და იქ დამთავრებული იყო ნავთი, აღმოჩნდა რომ ისევე აღსდგა. იქ ნავთი ნავთობი აღსდგა იქ ნავთობი. ანუ საუბარი არის რომ დედამიწას გააჩნია თვით აღდგენის
მიუხედავად ჩვენი ცუდ ჩარევისა, დედამიწას გააჩნია თვითაღდგენის საშუალება, რესურსი. და ასე ვთქვათ, წვანების მოძრაობა იმდენად მნიშვნელოვანია, აღარ არისო, რომ იცი რა არის? აქ ხო არსებობს ეგეთი მოსაზრებაც და მაგრამ აქ არის რაზე იცი ლაპარაკი, რომ ვიცავთ მხოლოდ დედამიწას თუ ვიცავთ გარემოს იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს უკეთესი. ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, ხო? ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლებაც. საქართველოში გვიწერია, ეგ რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციურად ამის უფლება. რომ ჯანსაღ გარემოში ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ. კი, ეს მოხლე არსებობს და უნდა მივიღოთ ინფორმაცია ამის შესახებაც. ეს ერთ-ერთი პროგრესული ის არის ჩვენ ბევრ ქვეყანას ეს კონსტიტუციაში არ აქვს, მაგრამ ხო და მე მგონი რომ ეს ჰარმონიული თანაცხოვრება ბუნებასთან ადამიანის ეს არის უპირველესად მნიშვნელოვანი მწვანე იდეოლოგიაში მე ესე ვფიქრობ. ის რომ ახლა მდგრადი განვითარება ხო ყადაღებული ყველა ამბობს მდგრადი განვითარება რა არის ეს მდგრადი განვითარება? ძალიან ბევრი ისინი არის განსაზღვრებები, მაგრამ უპირველესად ყველაზე უფრო გავრცელებული არის რომ ისე მოიხმარო რესურსები რომ მომავალ თაობას არ შეუშალო ხელი. არ ესე გადასცე ისა და მათი ცხოვრების მასაც ქონდეს ისე. იმანაც ნახოს მოლაური რა ქვია. ხო და კიდევ აი ჩვენთან ხო ნუ ეხა იმასაც არის ლაპარაკი ეხა ბედნიერების ინდექსზე უკვე ლაპარაკობთ ხო მაგრამ ცხოვრების ხარისხზე როცა აი ამაზე ვლაპარაკობთ იმაზე პირველი რასაც ფიქრობს ადამიანი არის უმეტესობა, ხო? რაზე ფიქრობს, ხო? რაღაც ეკონომიკის ზრდა, მანქანა მაქვს, სახლი მაქვს, გზა აშენდა, კორპუსი აშენდა, ხო? მაგრამ ეს ხო არ არის, ეგ არის აი ზუსტად სხვა ფასეულობებზე არის აქ ლაპარაკი, ხო? შენ რო ჯანმრთელად იქნები და ალბათ მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანა ბუტანი. ხო, სადაც ბედნიერება არის. ბედნიერების ინდექსი არსებობს, სამინისტრო არსებობს. სამინისტროც აქვს. შესვლა ღირს ძალიან და არა შემოსავლის რაოდენობა. კი. ერთს მოსახლეობს რა ქვია მაგას ხო? ეს და ტურიზმსაც ძალიან ჭკვიანურად მიუდგა. ძალიან ძვირია იქ. კი. გაუშვ ტურისტად შესვლა და იქ ყოფნა არის ძალიან ძვირი. სიგარეტის მოწევის უფლება არა, როგორ არის, იცი რომ მე მგონი სიგარეტის მოწევის უფლება გაქვს თუ ტურისტი ხარ, მაგრამ არ შეგიძლია მიაწოდო ადგილობრივ ეს სიგარეტი, იმიტომ რომ ადგილობრივი სიგარეტს არ ეწევა. არავინ. თორემ რაღაც მიაწოდი. არა, ნუ ხო არიან ახლა იქ ვიღაცა ნარკომანი ცუდი ბიჭები რა. და გარდა მაგისა ისინი იცავენ იმასაც რომ ყველა მოსახლე უნდა იყოს ჩაცმული ეროვნულ ტანსაცმელში, ხო. და ბედნიერების ინდექსი როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ მაღალია. და ბედნიერებია, არ მგონია რომ. ახლა ძალიან მაინტერესებს მეცე გამბავია ძალიან. ბედნიერების ინდექსი თვითონ საზღვრავენ. ძალიან მაინტერესებს. მაგრამ ყველაზე მაღალი არის ერთ-ერთი ნუ ახლა დანია და რაღაც ეგეთი ქვეყნებია, მაგრამ აი ამაში შეეჭხირა ორი ну, თითქოს ნაკლებად, თუმცა კოსტა-რიკაში ეკოლოგიას ძალიან სერიოზული კოსტა-რიკა ყურადღება ექცევა, ეს კოსტა-რიკა და პანამა. არის, ну, აი, ინგლისზე, საფრანგეთზე, გერმანიაზე წინ ბედნიერების ინდექსი. ხო, და კოსტა-რიკა არის რაღაცა წარმოუდგენელი ბუნებრივი ნაკრძალი და სახელმწიფო ძალიან თვითონაც უფრთხილდება რაღაცა ამის 2/3-ია ნაკრძალი. ეხლა ჩვენთანაც ბუტანზე რომ ლაპარაკობთ, ხო ეს ტურიზმის როგორი კოტირება გააკეთეს პრაქტიკულად. თქვენს რომ მასიური ტურიზმი ჩვენ ქვეყანას დააზარალებს და მე რაღაცა სხვა ტურისტი არ შემოვა და არ გვინდა და თქვენს რომ აი გარკვეულ ტურისტულ სააგენტოებს უნდა შეუთანხმდეთ და იმათ აქვთ იციან რამდენი შემოუშვან წელიწადში და მორჩა. ეხლა აი თქვათ რაც გაიარა ესპანეთმა და ჩვენ რო გავდივართ დღეს პარიაჩი რო კორპუსები შენდება ზედ პლაჟზე და იქ უკვე რო თვითონ იმ კორპუსში მაცხოვრებელი რო სხვაგან მიდის ზღვაზე, იმიტომ რომ დილას რო ჩადის მზეს ეფარება ეს კორპუსი და სხვაგან გვერდზე გადის პლაჟზე, თავისი კორპუსის წინ აღარ სიამოვნებს. ხო და ეს ხო ტურიზმ საბოლოო ჯამში სამომავლოდ აზიანებს ამ ტურისტულ ინდუსტრიას. იმიტომ რომ მე აღარ ჩამოდის შენთან ის ტურისტი, რომელიც მართლა ფულს ხარჯავს იმაში, რომ კარგად დაისვენოს და ჩამოდის რაღაცა ეს დაბლ ბიუჯეტიანი მასიური, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირი. ყოფილი საბჭოთა კავშირი. ზუსტად, ხო.
ხო და აი ეგრეც არის ესეთი დღესაც ძირითადი ტურისტი ჩვენთან არის. ხო, სამწუხაროდ აი ესეთი ყოფილი ხედვები მე მგონი უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე. რომ აი რაღაცა თლიანი ხედვა ქონდეს და იმის მიხედვით მიდიოდეს განვითარება ყველგან მთელ ქვეყანაში და არა რაღაცა ნატო შენ როცა რეკში მუშაობდა რეკის დირექტორი იყავი, მაშინ რეკი რა არის ახსნით? რეკი არის ინგლისური აბრევიატურა არის Regional Environmental Center და ეს გავრცელდა. თორე ქართულად არის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი. გარემოსდაცვა. კავკასიისთვის, რომლის დამფუძნებლები სამ კავკასიის ქვეყანასთან ერთად ეს მნიშვნელოვანი აზერბაიჯანი და სომხეთი ერთად საქართველოს დასვა. დამფუძნებლები იყვნენ ევროკავშირი და ამერიკა. და რამდენადაც ეს ორი დამფუძნებელი, ანუ ეს ორი დონორი ჩვენი გრძნობდა იმ მნიშვნელობას, რომ გარემოს დაცვა ძალიან საერთო საქმეა და მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. და ერთად დაიდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი, რა ძალიან ჩვენ ჩემ თვალწინ მოხდა ესა და მართლა საოცარი იყო ალიევის დროს იყო ეს ისა ალიევმა თქვა რომ აი მარტო გარემოს დაცვაში ვითანამშრომლო მოაწერეს ხელი და არა ალიევის გარდა არავინ არ ყოფილა. ხო, დიდი უბრალოდ ალიევის დროს. უბრალოდ ალიევის. მოახერხეთ ის რომ დაუშვათ განათლების სისტემაში შეგეტანათ რაღაცა განათლების სისტემაში? ხო, რაიმე რომ ბავშვები დღესდღეობით არის ის რომ ბავშვებს ასწავლიან ეკოლოგიურ თემებს. რაღაცები არის უფრო მეტი. ეხლა არა მაქვს მაგაზე ძალიან სრული ინფორმაცია რომ ტყუილად არის. მაგრამ გაუმჯობესება ნამდვილად არის, ვიცი ეხლა რომ ვკითხულობ, რომ რაღაცა საგნები დაემატა და თვითონ არა მხოლოდ ბუნებაზე როგორც დასაწყისში, ხო, ეს გარემოს დაცვასაც და უკვე ბოლო კლასებში გარემოს დაცვა იმდენად არის შემოსული, რომ უკვე შეგიძლია პროფესიათაც აირჩიო და ჩემი მეგობრის შვილები ირჩევენ ამ. გარემოს დაცვას. ხო და უმაღლესებშიც დაემატა რაღაცა საგნები და უკეთესობა არის, შეიძლება უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ადრე არაფერი არ იყო და ეს. გავლენად ახლა გარდა იმისა, რომ ეკოლოგიის სპეციალისტი ხარ და მოღვაწე ამ დარგში, კიდევ საინტერესო რაღაცებს აკეთებ. უპირველესი ვიცი რომ ბევრი საინტერესო რაღაცებს აკეთებ. და იქნებ მოგითხრა. ხო, რა ვიცი, რაღაცა ჩა. იცით რა არის, ერთ-ერთი ჩვენი გამოშვება მიეძღვნა იმას, თუ აი ამ კოვიდის პირობებში, ამ ლოკდაუნის პირობებში, როგორ გამოდიან ამ შეცვლილი ცხოვრებისეული პირობებისგან ადამიანები რაღაცა შემოქმედებითად, რაღაცა საქმიანობას პოულობენ, მოკლედ ასეთი ადამიანები ახალი ნიჭები იხსნებოდა, ასე ვთქვათ, რა და სრულად და ჩვენ ვიცით რომ თქვენც რაღაცები, ხო, ეხლა აი სუნთლიანად ვერ ვიტყვი რომ ეხა ამ წუთას რაღაცა ახალი აღმოჩინე, ყოველთვის ძალიან ბევრი რაღაცა მაინტერესებდა სულ. ნუ ეხა ის პროფესია ხომ აქვს ეს თარგმანი და ეს თარგმანი უცხოენები მაგ და ამბობ და მე სინქრონული ხატრული თარგმანი რაღაცებს თარგმნით, ხო რაღაცებს გალაქტიონიც მაგნა თარგმნის, მაგრამ მე ინგლისურად, ხო. მე სულ ის. ეხა აი ამ ბოლო დროს ოპერასთან მქონდა ეს თანამშრომლობა და რაღაც ეს წიგნები რო გამოდის ინგლისურადაც დეჩემთან ერთად თარგმნიდი ამას და უფრო მეტი დრო მქონდა ზუსტად ეს მანამდე იყო. მე გაჩერდა ეს ოპერაც და სამწუხაროდ ეს ოპერა. ჩვეულებრივი ოპერა. და რა წიგნები გამოდიან? ყველა წარმოდგენის დროს, ყველა წარმოდგენას აქვს თავისი ესა, ხო? და ძალიან სიამოვნოს ეს ისა და საამაყოთ მაქვს ეს ყველა ბუკლეტი მაქვს სახში და ეს. და გუჩა არის სერიოზული მოყვარულია. ნუ ეხა ამ ბოლო დროს აი ძალიან კერვა მიყვარს ძალიან. ეს ნაკუწებით კერვა მიყვარს, გადასაფარებლები, ბალიშები, რაღაცები, ყველაფერს ვკერავ, მაგრამ არასოდეს დრო არ მქონდა და სხვა შორს ეხაც არ მაქვს იმდენი დრო, რომ აი დავჭდე და ბევრი ვაკეთო, მაგრამ უფრო მეტი დრო მაქვს და ეგეც მომწონს. შენ თავისუფალი დრო არასოდეს არ მაქვს. შარშა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, შენ ბრიჯის ფედერაციის თავმჯდომარე ხარ. ბრიჯის ფედერაციის თავმჯდომარეა, ხო? ხო და ეხა აი მე თვითონ საქმეს აკეთებ. ზივარ და იმას ვებსაიტს ვაწყობ ბრიჯის ფედერაციის და ამასაც დრო უნდა.
წევრი ბევრი არ აქვს 100-მდე არის 50-ის მიდამოებში აქტიური და ეხა ვცდილობთ რომ გამრავლდეს უფრო ახლებ მოდიან სკოლასავით იწყება და რაღაცა ეს წინ მიდის ეს ამბავიც იმიტომ რომ და ხო და პირველი ჯგუფი შეიქმნა ეხა რომელმაც ონლაინ ისწავლა და რომელსაც კარტი ხელში არ ჭერია და ასე ონლაინ საქმეს ჩაუხედავ ვაღურებელს ბრიჯი ეს არის სპორტული კარტის თამაში ბანკოს თამაში ინტელექტუალური თამაშია რომლის ასე ვთქვათ ერთ-ერთი სპეციფიკა და მთავარი უცნაურობა არის რომ არ აქვს მნიშვნელობა კარგი ბანკო გიჭერს თუ ცუდი ბანკო გიჭერს არ აქვს მაგას მნიშვნელობა ნუ მეც ვთამაშობ და გოჯა არის ჩემპიონი მრავალგზის საქართველოსი და ძალიან ბევრი მიღწევა საერთაშორისო დონეზე და ხო როგორც სპორტული ბრიჯსაც ეძახიან თუმცა ჩვენ ამოვიღეთ ეს სპორტული სიტყვა და საერთაშორისო როგორ არის ოლიმპიადის კომიტეტი აღიარებს მაგ თემასთან დაკავშირებით ახლა საერთო გამახსენდა რა ბრიჯის გამო როცა ვიყავით პეკინში წასული ოლიმპიადაზე დაემთხვა პეკინის ოლიმპიადას დაემთხვა ბრიჯის ინტელექტუალური სპორტის ოლიმპიადები დაემთხვა და მაშინ ნახე რეალურად რას ნიშნავს როდესაც ქვეყანაში არის არა სწორი ეკოლოგიური პოლიტიკა ჩინეთი პეკინში ჩადიხარ ეს არის საოცრად ბინძური ქალაქი კი არ არის ბინძური ეს არის ჰაერია ბინძური სმოგი თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ოლიმპიადისთვის მოემზადნენ ყველანაირად მოემზადნენ მაგრამ ამ სმოგს ვერაფერს ვერ უზავენ საშინელი ძალიან მიჩვევა გჭირდება ჰაერს რა რაღაცა საერთოდ ყველა გადიოდა ხო კოვიდის გარეშეც ისედაც მაგითი დადია ძალიან ძნელი იყო მიჩვევა იქ რომ აი მაგ ჰაერით გესარგებლა რა სხვარი გესარგებლა რა მაინც კარგი კიდე ამის გარდა კიდე ну აი რაღაცა პატარ-პატარა ავეჯებს ვაკეთებ სახში ხით და ძალიან მსიამოვნებს ეგ ამბავიც. პატარა ავეჯებს აკეთებ? ну აი სამზარეულოში თარო გავაკეთე ჩემთვის. ну რაღაცა ეგ ძველი კარი გავუკეთე და ახლებით ავაწყე და რაღაცა ესეთი. მაგაზეც იმდენი რაღაცა მაქვს აი თავში ეგეც ბოლომდე ვერ ვაკეთებ და აი ხა ამ ბოლო დროს ყველაზე ადვილი ადრეც მიყვარდა ფოტოების გადაღება ადრე მქონდა აპარეს ფირებით რო ისა და მე თვითონ ვამჟღავნებდი ხოლმე გვიკეთებოდით აბაზანაში და რაღაცა და მე რაღაცნაირად აღარ შემოწვა კამერამ თუ რაღაცა ხელი ხო ან დრო არ მქონდა და ეხა მობილური გამიშთა რომელიც ძალიან კარგ სურათებს იღებს და აი ამითი ძალიან ვერთობი დავდივარ და ყველას მოწონს ძალიან და გამოფენა გააკეთე მეუბნებიან და რაღაცა და რა ვიცი მე კიდე მიგვირს იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ აი აბსურდულად ყველა ხედავს იმას რაც მე ვხედავ უბრალოდ მე ჩავაჭერი ამას ჩავაჭრებულად გამოჩნდება ჩვენ გადაცემაში ნატოს ფოტოები მე მინდა ვთქვა რომ ეს სპეციფიური ხედვა ყველას არ აქვს ყველას არ აქვს შენ რასაც ხედავ მე ვერ ხედავ ეს ნორმალურად რა გარანტიით ხედავ იმის ვცდილობ რომ დავინახო მაგრამ მე ეგრე ვერ ხედავ თქმა უნდა ეს არის შენი ხედვა მაინც თქვენი აი ცხოვრებისეული მოწოდება მთავარი რა არის გარემოსდაცვა ვერ მოვწყდი ამ სფეროს ესე იგი რეგში მუშაობდი 7 წელი მე როტაციის პრინციპით წამოვედი და აი მაგ დროს კიდე ერთი ახალი ინტერესი მქონდა კინოპროდიუსერობა ვისწავლე. ხო. და 2 წელი ვისწავლე და რაღაცა მაგ სფეროში ცოტა რაღაცები გავაკეთე. მაგრამ აი მივხვდი რომ ეს 2 წელი ძალიან კარგი იყო, ჯერ სწავლა ძალიან სასიამოვნოა. მე რაღაც ახალ სფეროში რომ თან მიგიღებენ და რაღაცას რო შეძლებ და გააკეთო, ესეც აი ძალიან ყველაფერი იყო ძალიან კარგი, მაგრამ მივხვდი რომ გარემოს დაცვის გარეშე არასრული არის ჩემი ეს ანუ ყოველთვის ეს ჩემ რაც კი მაქვს დრო და ენერგია მაინც ამას უნდა მოვახმარო. ცხოვრების სტილით არის მართლა რა. მე თავისუფლებას მივცემ ვთქვა ორი სიტყვა იმის შესახებ რომ
აი ეს ეკოლოგიური ცხოვრება, გარემოს დაცვა რაღაცა საჭიროებს ძალიან კარგ ცოდნას, როგორ უნდა მიეწოდოს და ვის. და ერთ მაგალითს მოვიყვან. მაშინ ერთი პერიოდი რაღაცა ორგანიზაციაში მუშაობდი, სადაც იყო სოციოლოგიური გამოკვლევები, პოლიტიკური პრეფერენციები და ასე შემდეგ. და ეს ის პერიოდია, როდესაც მწვანეებმა წამოიწყეს თავისი ერთ-ერთი მთავარი აქცია, პოლიგონის გაუქმება. გახსოვთ იქა სადაც სომხეთში. არა, ეს სომხეთის საზღვართან არტილერიული ის იყო პოლიგონი და ну, მოკლედ აზიანებდა დავით გარეშე, ხო. აზიანებდა გარემოს და სრულად არასწორად წარუდგინეს ეს საზოგადოებას. და როგორ ხლა? უყურეთ, თქვენს რომ აი ეს პოლიგონი ერთი ამბავი ისვრიან და ასე შემდეგ და ნადგურდება გიურზა და კავკასიური ჯოჯო. რამაც გამოიწია მკვეთრი დაცემა მათი რეიტინგში. გიურზას და ჯოჯოს რომ მოკლავ კარგია, გესმის? გაუნათლებელია ადამიანის. არა, გიურზას და ჯოჯო საჭიროა. რა კაცი საჭიროა, მაგას რომ მიაწვდი, მაგითი საქმეც მაგაშია, რომ ისე უნდა მიაწოდო, ესე რომ გაიგონ რაშია საქმე, რომ გიურზას, ჯოჯოს და ენდემური ჯიშის რაღაცა და თავისი ადგილი აქვს. კი, მე მახსოვს კიდე ის რაღაცა კონვენციას მიუერთდით თუ რაღაცაზე იყო სამუშაო შეხვედრა ღამურების დაცვასთან დაკავშირებით. მაგაზე ატყდა ერთი ამბავი, რომ ამ ჩვენ სამინისტროს და ჩხობაძეს მინის მეტი საქმე არ აქვს, რომ ღამურებს იცავს რაღაცა ეს. ხო, ნუ ძალიან უარყოფითი ის გამოიწვია. პოლიტიკური ოპონენტი ყოველთვის გამოიყენებს ასეთ პოპულისტურ. კი არ მიყვარს ეს ადამიანი, მაგრამ მაინც კარნეგიმ თქვა, გონი ერთხელ თქვის ადგას, შეიძლება გადაცემაში თქვი, აღარ მახსოვს, მაგრამ კარნეგიმ თქვა, რომ როდესაც დავიწყეო შფოთვაზე მუშაობაო, ეს შფოთვა კიდე რაღაცა ენზაით ხო? ენზაით კიდე თუ არ კიდე სხვანაირადაც არის, მე მგონი თუ რაღაცა ისეთი. ვარი? ხო, ვარი კიდე არისო რაღაცა ცხოველის რაღაცა სახეობასაც ჭიაყელას რაღაცა ჭიაყელას ხო ჭიაყელა ხო და მაგ თემაზეო რომ ბიბლიოთეკაში შევედიო რომ მენახაო რომ ამ ვორს შესახებ შფოთვის შესახებ რა არის დაწერილიო აღმოაჩინე რომ შფოთვაზე დაწერილი არის 15 წიგნიო და ამ ჭიაყელაზე დაწერილი არის დაახლოებით 1500 წიგნიო და აი მაგიტომ დამაინტერესა ტექნოლოგია ეგუნა ამომებსო მაგრამ ჭიაყელაც რო საჭირო არის ცხადია კარნეგის განცხადება იმაზე რომ ჭიაყელაზე დაწერილი იყო ამდენი და მაგის გამო წავედი ფსიქოლოგიაში. ეხლა ეს მწვანეების დროს ის აქციებიც რო ქონდა პესტიციდები, მაშინ ძალიან დიდი. სხვა შორის მაშინ ცნობიერება ძალიან წინწა, ანუ ეს ცნობიერების ამაღლებაზე რაც. რომ მაშინ დაიწყო ხა 90-ის დასაწყისში, ხო? მაშინ დაიწყო ხალხმა იმაზე ფიქრი, რას ვჭამთ, როგორ ვჭამთ, რაღაცა რა და მაშინ რა უფრო კარგ ვჭამდით ვიდრე ეხლა მე მგონი ხო? მაგრამ მაშინაც ძალიან უარყოფითი ტალღებიც იყო, აი ბაზრის კაცს ეძახდნენ ჟვანი, ეს ბაზრის კაცი, რომ ბაზარში შედიოდა და იქ რაღაცას მშობოდა და ესეთი ის იყო. ეს ყოველთვის ახლავს ეს უარყოფითი, ძალიან მართლა ეს არის როგორ მიაწვდე ამ იმას ადამიანს. მე დღემდე არ ვიცი მაგალითად ეს ეხლა როცა მიდის აი ეხლა გამოსვლები არის იმასთან დაკავშირებით, ხო, ჰესებთან დაკავშირებით. ხო. სწორი რა არის, მე არ ვიცი ამ შემთხვევაში. ხო. ნუ აქ ხო, ეხლა ამაზე არა, აქ ჩვენ ვერ გადავწყვეტ მაგის ისტორიას, მაგრამ ვაუგებარია. მე არ მაქვს შესაბამისი ისეთი განათლება, რომ რაღაცა დასკვნა გავაკეთო, თუნდაც ჩემთვის, რომ რომელი არის ვისაღები რა. ხო. აი, მაგიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი რომ სახელმწიფოს კონდეს სტრატეგია რომელიც თავიდანვე იქნება გასაჯაროებული სპეციალისტების მიერ და რაღაც და ხალხი გოწყნარად იქნება იმ სტრატეგიის მიხედვით ვითარდება რაღაცეები, ხო? იდეალურ ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა. და შემდეგაც ყოველ იმაზე ჯერზე რაღაცა სპეციალისტების აბსოლუტური ჩართულობა. და შეხვარე რაიმე მოსაზრება ამ ვაშლი ჯვარში
მიწის მეწყერი მეწყერის საშიშროებასთან დაკავშირებით. რატო ხდება, ან როგორ ხდება, როგორ შეიძლება გაჩერდეს, ან ვინმე არიან არა, ეს გეოლოგების საქმეა. გეოლოგების საქმეა და ჩემ მეგობრებსაც რო ვკითხე ერთ-ორ გეოლოგს და მე დააწერეს კიდეც იქ Facebook-ზე რაღაცები, არ ამბობენ ჩაჩერობ, აი სპეციალისტები იმუშავებენ და თავის სათქმელს იტყვიან. ძალიან ძნელია ეს ზემოდან დახედო და რაღაცა ან დიაგნოზი დაუსვა, ან რაღაცა და ცოტა დრო ჭირდება და ალბათ მალე მაგრამ საშიშროება რომ დიდია რომ ეს მალე და ეს საშიშროება ხო აი მაცხოვრებლები არიან იქ და თუ მოწყდა ახლა თის მასა ძალიან ხო აი ეგ არის აი როცა ვლაპარაკობთ იმაზე ეს მარტო ის კი არა რომ დედამიწას თავისი დედამიწას აქვს რესურსი იქ რომ მე იქ ან მიწას გააჩენს ან რაღაცას გააჩენს იქ რაღაცა ხე ამოვა და რაღაცას უზავს იმას მაგრამ შეიძლება ამასობაში ჩვენ დავზიანდეთ ხალხი დაზიანდეს და აიღოს და რაღაცა მაგაზე ელაპარაკი ისეთი განვითარება რომ ხალხი არ დაზიანდეს მოდი იმედი ვიქონიეთ რომ არ დავზიანდებით შემოში იმედი ვიქონიეთ რომ არ დავზიანდებით და არ განმეორდება ისეთი ვედური რაღაცები რაც 2015-ში მოხდა ინტერცოხდაროს კალდიდობები დიდი მადლობა მოუხადოთ დღევანდელი სტუდენტის დიდი მადლობა ნატალის დიდი მადლობა ბატონო მადლობა მაყურებელს